გამარჯობა მეგობრებო, დღეს ჩვენი ლექციის თემა იქნება გინგივიტი და პერიოდონტიტი. ეს საკმაოდ ვრცელი თემებია ორივე მათგანი და ამიტომ მე ეს დავყავი ორ ნაწილად. პირველი ნაწილი, პირველი ვიდეო იქნება გინგივიტის შესახებ და მეორე იქნება პერიოდონტიტის შესახებ და რაღაცნაირად შევეცდები რომ მოკლედ მიმოვიხილო თითეული მათგანი, ხო? აქ მინდა თან რომ ეს ორივე თემა რაღაცნაირად ისე გავშალო რომ ეს გასაგები იყოს ჩვეულებრივი ადამიანისათვის სტომატოლოგიური განათლების და რაღაცნაირად მათ დაეხმაროს რაღაც ინფორმაციის მიღებაში და ასევე შესაბამისად ისინი უფრო კარგად მიხვდებიან მე რა უნდა გააკეთონ და რა არის საჭირო იმისათვის რომ მათ უფრო გაუმჯობესდეს სიტუაცია. უბრალოდ ეცოდინებათ ასევე პროფილაქტიკის რაღაც გარკვეული გზები და საერთოდ მიხვდებიან რატომ აქვთ ესა თუ ის მდგომარეობა მათ პირისხილში და ასევე იქნება ელემენტები ჩართული რომელიც იქნება აუცილებლად სტომატოლოგებისათვის, დამწყებებისათვის, ხო? ეხლა დავიწყოთ ჩვენ გინგივიტი. ეს გინგივიტი არის ჩვენ ვიცით რომ არის ღრძილების ანთება, ხო? და ეს ძირითადად მისი გამომწვევი მრავალი ფაქტორი არსებობს, მაგრამ ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ფაქტორი, აი კლასიფიკაციაზე გადავდივართ ახლა ამ წუთში, ეს არის dental plaque, ანუ ესე იგი კბილის ნადები. და კბილის ნადების მიერ გამოწვეული გინგივიტი. ეს კბილის ნადების მიერ გამოწვეული გინგივიტი შეიძლება იყოს ორი ტიპის, ესე იგი ნადების მიერ გამოწვეული გინგივიტი ორი ტიპის, ეს არის ლოკალური ფაქტორით განპირობებული კბილის ნადების დაგროვების და რეტენციის გამო გამოწვეული გინგივიტი და მეორე არის ლოკალური ფაქტორის არსებობის გარეშე, ესე იგი კბილის ნადების არსებობის შემთხვევაში გამოწვეული გინგივიტი, ხო? ეხლა ეს არის კლასიფიკაციის ყველაზე უფრო მსუქანი რო იტყვიან პირველი განყოფილება, რომელიც უმეტესწილად პაციენტებში გვხვდება, როდესაც ჩვენ გვაქვს გინგივიტი. მეორე კლასიფიკაციის მეორე განშტოება ეს არის ღრძილის დაავადება, გინგივიტი, რომელიც მოდიფიცირებული არის სისტემური დაავადებების, ანუ სისტემური ფაქტორების მიერ. ესეთი ფაქტორები შეიძლება იყოს ისეთი დაავადებები, ისეთი მდგომარეობები, დაავადებებს ამას ვერ უწოდებთ, ხო? ისეთი მდგომარეობები, როგორიცაა მაგალითად პუბერტული პერიოდი, ანუ ბავშვის პუბერტული მომწიფების პერიოდი და ხშირად ჩვენ ხვდებით აი ამ ასაკში, როცა ბავშვის მომწიფება ხდება სქესობრივად, აი ამ დროს ზოგიერთ ბავშვთან, ყველასთან არა, რა თქმა უნდა, ჩვენ ხვდება რაღაც გარკვეული გინგივიტი. მეორე არის მენსტრუალური ციკლი, ესეც შედის ასევე ისეთ გინგივიტის ფორმებში, რომელიც სისტემური დაავადებით არის სისტემური უკაცრავად მდგომარეობით დაავადებას ამას ვერ უწოდებ ხანდახან მოდიფიცირებული და ასევე ზოგიერთ ადამიანში მენსტრუაციული ციკლის დროს ჩვენ ხვდება გინგივიტის გარკვეული ფორმა. ასევე ჩვენ გვაქვს მდგომარეობა ფეხმძიმობა, ხო? ფეხმძიმეებში ჩვენ ძალიან ხშირად ხვდები ხოლმე გინგივიტს, ხო? ეს გინგივიტი საკმაოდ შემაწუხებლად აქვთ ხოლმე მათ და ძირითადად ამასაც თავისი მიზეზი გააჩნია, ხო? აქ ჩვენ ხვდებით გარკვეულწილად ჰორმონალურ მდგომარეობას ისეც, რომელიც იწვევს ამ ფეხმძიმეებში გინგივიტს და მას შემდგომში შევეხებით. გვაქვს ასევე დიაბეტური პაციენტები, ხო? პაციენტებს, რომელსაც ახლა დიაბეტის მელიტუს, ესეთი დაავადება, ახასეთ ეს უკვე დაავადება არის, ხშირად აი მასთან ასოცირდება ასევე გინგივიტიც, ასეთ პაციენტებს ემართებათ ხოლმე გინგივიტი და ეს გინგივიტი მხოლოდ ამ დაავადების გამო კი არ არის გამოწვეული. ეს დაავადება, როცა თანხმედრაში არის ნადების არსებობასთან პირისხილში. ამიტომ ეს გაერთიანებულია ესე კლასიფიკაციის მიხედვით ისეთ ჯგუფში, რომელსაც ეწოდება გინგივიტი მოდიფიცირებული სისტემური მდგომარეობის ან დაავადების მიერ, ხო? აი დიაბეტურ პაციენტებში ჩვენ თუ კი არ ხვდება საერთოდ ნადები და ეს იშვიათია რომ პაციენტთან საერთოდ არ იყოს ნადები, ხო? ამ შემთხვევაში გამოვლინება არ გვხდება ჩვენ, ანუ ნადები აქვს ძირითადად წამომწყები ყველაფრის, მაგრამ მდგომარეობა ის რომ პაციენტთან არის დიაბეტი, ეს არის მიზეზი, რომ ამასთან განსაკუთრებული მგრძნობელობა აქვს პაციენტს და განსაკუთრებულად ყველაფერი უფრო წვავეთ არის ესე იგი წარმოსახული, ხო? ასევე ჩვენ გვაქვს ისეთი სისტემური დაავადებები, როგორიცაა მაგალითად სისხლის დისკრაზია, როგორც მაგალითად ლეიკემია და სხვა დაავადებები, ეს არის მდგომარეობა, ეს არის დაავადებები და ხანდახან თუ კი ასეთ ადამიანებში და ჩვენ ხვდებით ნადებს, აი მათ აქვთ გინგივიტის მწვავე ფორმა ხშირ შემთხვევაში.
გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს გინგივიტი, რომელიც არის ესე იგი მანიფესტირებული, ანუ წარმოდგენილი სხვადასხვა სისტემური დაავადებისგან. ესე იგი ჩვენ აქამდე განვიხილეთ გინგივიტი, რომელიც იყო მოდიფიცირებული სხვადასხვა მდგომარეობით და დაავადებით, მაგრამ მანიფესტაცია არის სხვა რაღაც, ანუ ადამიანს ახასიათებს, ადამიანს აქვს რაღაც დაავადება და ამ დაავადების მანიფესტაცია, ერთ-ერთი მანიფესტაცია მისთვის დამახასიათებელი არის ღრდილების ისეთი მდგომარეობა, როგორც მაგალითად გინგივიტი და ხშირად ეს წყლოვანი ნეკროზული მდგომარეობაც კი არის ხოლმე პაციენტებთან, ხო? ჩვენ მე მინდა ახლა თქვენი ყურადღება გავამახვილო, ესე იგი მეორე მდგომარეობაზე, ეს არის მდგომარეობა, ანუ გინგივიტი, რომელსაც არ იწვევს ნადები, ხო? აქ ნადები არ ხდება, ანუ ამას იწვევს non-plaque induced gingival lesion, ანუ არანადებისგან გამოწვეული ღრძლოვანი დაავადება. აქ არის ძირითადად სპეციფიური ბაქტერიები, ანუ ორგანიზმები ამ დაავადების გამომწვევი და უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ორგანიზმებია მაგალითად ნეისერია, გონორეა, ტრეპონემა პალადიუმი და სტრეპტოკოკული, ესე იგი ოჯახის წარმომადგენლები. ასევე აქ გვაქვს ასევე ამ ჯგუფში გაერთიანებული არანადების მიერ წარმოქმნილ გინგივიტში ისეთი ვირალური, ანუ ვირუსული დაავადებებით, როგორიცაა ჰერპესული გინგივიტი და ასევე სოკოვანი დაავადებები, როგორიცაა მაგალითად, რომის გამოწვევიც არის კანდიდა. ესე იგი მე მინდა ახლა თქვენთან მესამე კლასიფიკაციის მესამე ნაწილზე გადავიდე, ეს არის გინგივიტი, რომელიც არის ძირითადად გენეტიკური მდგომარეობით გამოწვეული და ეს ვიცით, რომ ეს არის მემკვიდრული გინგივიტი, ესე იგი ფიბრომატოზი. ამ შემთხვევაში ეს არის ღრძილის ისეთი მდგომარეობა, რომელიც გენეტიკურად ადამიანს გადმოეცემა და ესე იგი ფიბროზული გინგივიტის სახელითაა ცნობილი და ეს არის მდგომარეობა, რომელიც ფაქტიურად არ არის ნადებთან დაკავშირებული, ხო, ეს ფიბრომატოზი ხდება ამ შემთხვევაში. არის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი, უნდა ვიცოდეთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა სტომატოლოგმა იცოდეს და ასე მოსახლეობასაც თუ ეცოდინება ძალიან კარგია, ეს არის რაღაც გარკვეული მანიფესტაციები სისტემური დაავადებების, როგორიცაა მაგალითად lichen planus, ესე იგი ლიქენი, ესე იგი lupus erythematosus, გუსი, პემფიგოიდი და ერითემა მუდი, ანუ მრავალფორმიანი ერითემა. ეს არის ხუთი უმნიშვნელოვანესი სისტემური დაავადება, რომლის დროსაც ჩვენ გვხვდება, ესე იგი გინგივიტი და ეს გინგივიტი ძირითადად დესკვამაციური გინგივიტის სახით არის წარმოდგენილი, ხო? ეს ძალიან შესამჩნევია და ამიტომ ექიმმა აუცილებლად უნდა იცოდეს, რომ აი პაციენტი დაუშვათ მოვიდა და მაგ სულაც არ იცის, რომ მაგ ლიქენი აქვს, ან lupus erythematosus აქვს, ან პემფიგუსი აქვს, პემფიგოიდი გვაქვს, ან ერითემა მულტიფორმი. აქ ძირითადად ეს დაავადებები იმუნურ სისტემასთან კავშირში მყოფი დაავადებებია, ხო? და ამ შემთხვევაში ზოგჯერ პაციენტმა არ იცის, რა ჭირს მას, ხო? და პაციენტი დაუშვათ მოვიდა რაღაც გარკვეული გამონაყარი და დესკვამაციური გინგივიტი და თქვენ რაღაც პლუს ამას ღრძილზე ან პირის ხოში, ამ დაავადებებზე ცალკე მემექნება ლექციები თითოეულ მათგანზე, იმიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, მაგალითად lichen planus-ის დროს გარდა ამისა პირის ხოში ჩვენ ბიქმანის სტრიები გვხდება, ხო? თუ კი პაციენტმა სულ არ იცის თავის დაავადების შესახებ და ჩვენ პირის ხოში ასეთ რაღაცას დავინახავთ პაციენტს აქვს დესკვამაციური გინგივიტი, უნდა გავაგზავნოთ ის აუცილებლად ჩვენ ესე იგი სპეციალისტთან, რათა მოხდეს დაავადების დადგენა. ამიტომ სტომატოლოგს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმისთვის, რომ გარკვეული დაავადებები ჩვენ აღმოვაჩინოთ. უმკურნალოდ კი არა, აღმოვაჩინოთ. აი მაგალითად ლუპუსის დროს, ხო, ვიცით, რომ აი პაციენტი შეიძლება ცხვირი პირის თუ კი ეს არის სისტემური ლუპუსი, ამ შემთხვევაში შეიძლება ერთ-ერთი გამოხატულება იყოს პეპილისებრი ფორმა, ხო, სახეზე ეს ერითემა, ხო? და გარდა ამისა, ლუპუსისთვის ლუპუსაც ცალკე დაუთმობ ჩვენ ლექციას, დამახასიათებელი არის წყლოვანი, ესე იგი პირის ხოში მანიფესტაცია, ხო? პემფიგოიდს და პემფიგუსს ვიცით, რომ ეს ახასიათებს ეს ფაქტურად ჩამოვცქნა ეპითელიუმის ქსოვილის, ცოტა განსხვავებული ერთმანეთისაგან, მაგრამ ხანდახან ამის დიაგნოზი ეს პემფიგუსია თუ პემფიგოიდი ექიმს უჭირს, მაგრამ ორივე შემთხვევაში ხანდახან ჩვენ ხდება დესკვამაციური გინგივიტის, ანუ ეს ღრძილის, მიმაგრებული ღრძილის, რომელიც ზღვაზე მყარად არის მიმაგრებული, აი იმის როგორ კიდე აშრევება ხდება ფაქტურად ეს ძალიან ხილული აღწილი არის ერითემული და შეწითლებული და ამიტომ მისი ესე იგი რომ თქვა რომ ეს დესკვამაციური გინგივიტია ძალიან იული არის სტომატოლოგისთვის, ხო? და ასევე გვაქვს ერითემა მულტიფორმეც, რომელიც მრავალფორმიანი ერითემა, რომლისთვისაც ეს გინგივიტის გარკვეული
ეს დისკომაცია არის დამახასიათებელი. ხო, ეს კლასიფიკაციის დროს ესე იგი ჩვენ რამოდენიმე კლასი განვიხილეთ, ეხლა თავსდაბოლოს რომ მოუყაროთ თავი, ეს ხდება ესე იგი ეს არის ჩვეულებრივად ესე იგი ნადებით გამოწვეული გინგივიტი, არანადებით გამოწვეული გარკვეული მიკროორგანიზმებით გამოწვეული გინგივიტი, ჩვენ ხდება ასევე გინგივიტი, რომელიც ნადებით არის გამოწვეული, მაგრამ მისი მოდიფიკაცია ხდება და მისი უფრო გართულებული სახით მოწოდება ხდება პაციენტთან და წარმოჩინება ხდება პაციენტთან, იმიტომ რომ პაციენტს აქვს რაღაც სისტემური დაავადებები და ისეთი ესე იგი ეს არის მოდიფიკაცია და ისე მანიფესტაცია კიდე არის ისეთი მდგომარეობა, სისტემური მდგომარეობის, რომელსაც დროსაც არა გვაქვს, მაგრამ შეიძლება გქონდეს, მაგრამ ძირითადად მისი გამოვლენა, გინგივიტის გამოვლენების მიზეზი არის ძირითადად ეს მძიმე დაავადებები, რომელიც ჩამოგითვალეთ, როგორიცაა ლიქენი, როგორიცაა ლუპუსი, როგორიცაა დაუშვათ პემფიკუსი, პემფიგოიდი და მრავალფორმიანი ერითემა. გარდა ამისა, ჩვენ აღნიშნოთ ასევე, რომ არის ალერგიული რეაქციები, რომლებიც ასე იგი გარკვეულწილად გინგივიტსაც კი იწვევენ, მაგალითად შეიძლება სულაც ესე იგი კბილების გახერხვის დროს ჩვენ გამოვიყენოთ ისეთი კბილის პასტა, რომელმაც მოგვცეს ალერგია და გინგივიტი წარმოიქნას, ხო? ასევე შედიოდეს ესე იგი მის შემადგენლობაში, საღეჭი რეზინის შემადგენლობაში რაღაც დანამატები, რომლებმაც გარკვეული რეაქცია მოგვცეს. ასევე ექიმა შეიძლება გააკეთოს და გამოიყენოს ისეთი მერკური ან ნიკელი ან აკრილი, ვიცით რომ არის პროთეზების შემადგენლობაში, რომელსაც უბრალოდ პაციენტს ალერგია აქვს და ის შეიძლება გინგივიტის სახით გამოვლინდეს, ხო? და გვაქვს ასევე კიდე გინგივიტის ერთ-ერთი ფორმა არის, ესე იგი შეიძლება იყოს ქიმიური ან ფიზიკური ტრამირების შედეგად გამოწვეული გინგივიტი, ხო? Ну ეს არის ძირითადი კლასიფიკაცია ამ გინგივიტების, მაგრამ მე მინდა ეხა ყველაზე მნიშვნელოვანი რაც გითხრათ თქვენ, რომ ესე იგი ყველაზე უფრო ხშირი და ესე იგი 95%-ში ნამედში და ჩვენ ხდება ძირითადად ნადებით გამოწვეული გინგივიტი, ხო? ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი, ამიტომ რა უნდა იცოდეს ახლა პაციენტმა, რა მინდა რომ ჩვენ ყველა პაციენტს ვუთხრა, რომ როდესაც ადამიანი, რაღაც მდგომარეობის გამო კბილს ვერ გამოიხეხავს, ან უბრალოდ არ აქვს ამის სიტუაცია, ხო? ახლა ყველა იხეხავს კბილს, ამის ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ რაღაც ჩავარდა ესეთი სიტუაცია და რამოდენიმე დღე მოხდება ესე იგი საკვების დაყოვნება პირის ზღვში კბილებზე, ხო? ამ შემთხვევაში წარმოიქმნება რბილი ნადები და ამ რბილი ნადების შემადგენლობაში არის მიკროორგანიზმები და თვითონ ღრძილის რეაქცია, ღრძილი აქ იმუნურ დონეზე მიმდინარეობს რაღაც ისეთი მდგომარეობის წარმოქმნა, რომ ჩვენ ესე იგი დაგვეწყება ღრძილების ანთება და ეს ღრძილების ანთება ესე უცბად არ ხდება, ესე წამებში არ ხდება, ხო? ამას თავისი სტადიები გააჩნია, გვაქვს ანთების პირველი სტადია, გვაქვს მეორე სტადია, გვაქვს მესამე სტადია და მეოთხე სტადია და ეს გარკვეულწილად იმაზეა დამოკიდებული, რამდენი ხანი მოხდა აკუმულაცია, ანუ დაგროვება ამ ჩვენი ნადების. ეხლა პირველი სტადია, რაც მინდა რომ გითხრათ, რომ ეს ძირითადად ღრძილების ანთების პირველი სტადია, ეს არის ძირითადად ხდება სისწრაღოვანი ცვლილებები, ხო? ამ დროს ხდება გაფართოება კაპილარების და ასევე ამ გაფართოებულ კაპილარებში სისხლის მიმოქცევა იზრდება, ხო? blood flow. ეს არის რეაქცია ძირითადად გამოწვეული, ესე იგი მიკრობულ გამღიზიანებლებზე, ხო? კლინიკურად პირველ სტადიაზე ეს რეაქცია, ანუ ეს დამოკიდებულება ღრძილის აი ამ გამღიზიანებებზე, ამ მიკრობებზე, ესე იგი კლინიკაში შეიძლება მკვეთრად გამოხატული არ იყოს, მაგრამ მიკროსკოპულ დონეზე ეს არის შესამჩნევი. ამიტომაა ეს ინიციალური სტადია, ამიტომ არის ეს პირველადი სტადია, ხო? მიკროსკოპულად გამოხატული არის მწვავე ანთების, ესე იგი კლასიკური დამახასიათებელი თვისებები. აქ რა ხდება, ხო? აქ ჩვენ ვიცით, რომ გვაქვს junctional epithelium, ხო? ეს არის მიმაგრებული ეპითელიუმი, რომელიც ესე იგი ემაგრება, ესე იგი კბილის ქსოვილს, ხო? განსაკუთრებით ესე იგი ცემენტს უფრო არის ეს ცემენტო enamel junction-ის ადგილზე, ანუ ემალი რო ცემენტს უერთდება, გადადის ამ გარდამავალ ადგილზე ხდება, ხო? და ამ დროს ხდება პატარა კაპილარების და ვენულების შესიება და რას ვხედავთ ჩვენ, რომ ეს ნეიტროფილები, რომელიც არის სისხლის შემადგენლობაში, ისინი მიეწებებიან, ესე იგი სისხლების პატარა კაპილარების კედლებზე. ანუ ეს პროცესი ცნობილი არის მარგინაციის სახელით, ხო? და შემდგომ ხდება და ეს პროცესი საერთოდ დააღინიშნოს, რომ დაახლოებით 7 დღეზე ხდება ნადების წარმოქმნიდან, ანუ ნადების აკუმულაცია რომ მოხდა და მისი პაციენტმა არ მოიშორა ეს ნადები, ხო? მე-7 დღეზე ხდება უკვე ეს პროცესი. ხანდახან ზოგიერთ პაციენტში უფრო სწრაფად ხდება, კერძოდ მეორე დღეზედაც კი იყოს შეიძლება შესამჩნევი, ხო? ამას გეუბნებით მე, ესე იგი მიკროსკოპულად ეს პირველი სტადია, ეს ინიციალური სტადია გინგივიტის დაწყების, ამიტომ ეს ხილულად შესაძლებელია
საერთოდაც ვერ შეამჩნიოს ექიმმა და კი არა და ადამიანმა ხო საერთოდ. კიდევ რა ხდება? აქ ხდებით ჩვენ ლეიკოციტების, ესე იგი ლეიკოციტებს, კერძოდ კი პოლიმორფულ ნუკლეარ ნეიტროფილებს და ეს PMN ესე მოკლედ რო შევამოკლოთ PMN, ეს PMN, ანუ ეს ლეიკოციტების ეს კატეგორია, მრავალბირთვიანი ლეიკოციტების კატეგორია, ესენი ტოვებენ კაპილარებს მიგრაციის გზით და ასევე ესე იგი მიგრაციით, მაგრამ კაპილარების კედლის გავლით, ხო? და ისინი დიდი რაოდენობით შემდგომ შესამჩნევი ხდებიან ამ ჯუნქშნალ ეპითელიუმში და გრძილის სულკუში, ანუ გრძილის ღარში, იქ სადაც ვიცით რომ კბილი გრძილს უერთდება, ჩვენ ვიცით რომ არის ესე იგი თავისუფალი გრძილის ნაწილი და თავისუფალ გრძილის ნაწილსა და კბილს შორის არის ესეთი არხივით, ღარივით, რომელსაც სულკუს უძახით, ხო? ჩემთვის მარტივია ხა სულკუს დაუძახოთ და ვიცით რომ ამის ქვემოთ ჩვენ ხდება ესე იგი მიმაგრებული ეპითელიუმი, ანუ ჯუნქშნალ ეპითელიუმი და აი ამ ღარში, ამ არხში და ამ ჯუნქშნალ ეპითელიუმში ჩვენ ხვდებით ამ ლეიკოციტების PMN, ანუ აი მათ დიდ რაოდენობას. ასევე ხდება ექსუდაცია, ანუ ჩვენ ვიცით რომ ესე იგი გრძილის სითხის, ანუ სულკურალ ფლუიდს, ანუ ამ ღარში ამ სითხის წარმოშობა შედარებით უფრო იზრდება და შედარებით უფრო დიდი რაოდენობით წარმოიქმნება, ხო? ეხლა პირველი სტადიიდან გადავდივართ უკვე მეორე სტადიაზე. ეს მეორე სტადია არის უკვე ინიციალური სტადია რო დაიწყო და დამთავრდა სადღაც მეორე კვირაში იწყება, ანუ ერთ კვირაში იწყება, ხო? უკაცრავად ერთ კვირაში იწყება. და წარმოდგენილი არის ნაადრევი გინგივიტის სახით, ანუ ჩვენ ამას ვუძახით yearly lessons, ანუ ეს მეორე სტადია yearly lessons და ამ დროს უკვე რა ხდება? ამ დროს მოდის უკვე ერითემა, ხო? ამ დროს გრძილი არ უკვე შეწითლებული. ძირითადად ეს შეწითლება იმიტომ ხდება, რომ თუ კი პირველ სტადიაზე ჩვენ ხდებოდა კაპილარების გაფართოება და სისხლის მოძრაობის გაზრდა, ან blood flow იყო გაზრდილი, აქ მეორე სტადიაზე პროლიფერაცია ხდება. ანუ რაოდენობრივი ზრდა ხდება, ხო? და ასევე იზრდება კაპილარული მარყუჟების რაოდენობა, რიტე ფიგს, ესე ქვია, ჩვენ ვიცით, რომ ეს რიტეფიგს არის ეპითელიური წარმონაქმნები, რომელიც შემერთებელ ქსოვილში ჩადიან, ხო? ეპითელიუმი და შემერთებელი ქსოვილი ქვემოთ არის, მე ეპითელიუმის ქვემოთ არის, ხო? როგორც ლორწოვასში, ასევე კანში და ეს ეპითელიური წარმონაქმნები, რომელიც შემერთებელ ქსოვილში ხდება, ეს რიტეფიგს ქვია, შეგიძლიათ Google-ში დაგუგლოთ და უბრალოდ ნახოთ და აქ ხდება მარყუჟოვანი წარმონაქმნების შედარებით უფრო რაოდენობის ზრდა. ასევე რა ხდება? ყველაზე მთავარი ის არის რომ მეორე სტადიაზე ჩვენ გვაქვს უკვე სისხლდენა. ანუ პირველ სტადიაზე თუ ჩვენ არ გქონდა სისხლდენა, ანუ გამოხეხვის დროს და უფრო მეტად გამოხეხვაზე მეტად უფრო პრობინგის დროს და ეს პრობინგი ვიცით, ხო? ანუ ეს ექიმი აკეთებს ამას, პაციენტი მიდის კლინიკაში, ექიმი სპეციალური ხელსაყრელი ინსტრუმენტის საშუალებით აკეთებს, ესე იგი, კბილის ირგვლივ გრძილის პრობინგს, ხო? და პერიოდონტალური, რათა განსაზღვროს პერიოდონტალური ჯიბეები, გრძილოვანი ჯიბეები და საერთოდ ეს აღწეროს იგი რა მდგომარეობაშია, ხო? და როდესაც ეს მსუბუქ პრობინგს აკეთებს, ანუ მსუბუქი პრობის საშუალებით მსუბუქად ჩადის ამ სულკუს არეში, ამ ღაროვან ნაწილში, ამ დროს ხდება სისხლის წარმოქმნა, ხო? სისხლი წამოუვა პაციენტს და ეს ნუ არის უკვე მეორე სტადია, თუ რა თქმა უნდა, ეს მსუბუქად ხდება. მეორე სტადიის დროს ყველა ვარიანტი გვაქვს. შეიძლება არ იყოს მეორე სტადია, მაგრამ თუ კი პრობინგს გავაკეთებთ და პაციენტს მეორე სტადიის გინგივიტია, ამ შემთხვევაში ხდება სისხლის წარმოქმნა. ამავე დროს იზრდება გრძილის სითხის მოდინება, ხო? გრძილის სითხე შედარებით უფრო დიდი რაოდენობითაა. და ასევე უნდა ვიცოდეთ, რომ ტრანსმიგრაციული ლეიკოციტები აღწევენ თავიანთი რაოდენობის მაქსიმუმს. უკვე ეს 6-12 დღეში ხდება. და ესე იგი, როდესაც ეს ახალი lesson, ანუ yearly lesson გვაქვს, უკვე 6-12 დღეში ეს ლეიკოციტების რაოდენობა საკმაოდ მაქსიმუმია, ხო, თავის მაქსიმუმს აღწევს და ამით არის მეორე სტადია ცნობილი. ასევე იზრდება მეორე სტადიაში კოლაგენის დესტრუქცია, ხო, ეს მნიშვნელოვანია, ესე იგი, კოლაგენი ძალიან მნიშვნელოვანია, ხო, გრძილისთვის და ამიტომ მისი დესტრუქცია როცა ხდება, ამიტომ კლინიკურადაც იგი ცოტა უფრო რთულად არის წარმოდგენილი, ვიდრე პირველი სტადიის დროს. გადავიდეთ მესამე სტადია. ეს არის მესამე სტადია გინგივიტის, ანუ გრძილების ანთების დროს. აქ უნდა ვიცოდეთ, რომ განსხვავებით მეორე სტადიისაგან და პირველისაგან, პირველი წამყვანი ელემენტი აქ არის პლაზმური უჯრედები და ბ-ლიმფოციტები, ხო? ეს კავშირში არის ეს პლაზმური უჯრედები და ლეიკოციტები ძირითადად განაპირობებენ პატარა გრძილოვანი ჯიბეების წარმოქმნას.
უჯრედები, ანუ ბეტა უჯრედები, რომლებიც გვხვდება ამ მესამე სტადიის დროს, ძირითადად წარმოდგენილი არის G1 და G3 იმუნოგლობულინების სახით. უნდა ვიცოდეთ, რომ მესამე სტადია ძირითადად ეს უკვე ქრონიკული გინგივიტია და 2-3 კვირაში ვითარდება, როდესაც ხდება აკუმულაცია ამ რა ქვია, ნადების, ხო? საკვების და ნარჩენების და ნადების. კბილის ნადების. სისხლები ძირითადად აქ არის შეგუბებული და სისხლის მოძრაობა ამ სისხლებში არის მოდუნებული. ანუ თუ წინა შემთხვევაში ჩვენ გვქონდა სისხლების ესე იგი გაფართოება და სისხლის მოძრაობა იქ იყო გააქტივებული, აქ უკვე მესამე სტადიის დროს აქ უკვე შეგუბება გვაქვს უფრო და სისხლის მოძრაობის მოდუნება. შესაბამისად, ღრძილებს შეიძლება გადაჰკრავდეთ მოლურჯო ელფერი, ხო? ისინი არის წითელი, მკვეთრი წითელი და არ არიან როგორც ნორმაში, ღრძილი უნდა იყოს ვარდისფერი და გადაჰკრავთ ასევე მოლურჯო ფერი. ეს უკვე არის საშუალო და მძიმე ფორმის ანთებითი ღრძილი, ხო? და თუ კი ეს პროცესი კიდევ უფრო ღრმად წავიდა, გადავდივართ უკვე მეოთხე სტადიაზე. და ამ დროს მეოთხე სტადიის დროს ხდება ეს გავრცელება ამ პროცესის და დაავადების უკვე ალვეოლის ძვალზე, ხო? და ეს მეოთხე სტადია უკვე ცნობილია advanced lesion, ანუ უკვე დაწინაურებული დაზიანება გვაქვს ჩვენ. აქ მომატებული გვაქვს ჩვენ ასევე plaque, ანუ ნადების რაოდენობა. აქ არის ასევე interleukin 1b მომატებული, აი ამის დონე, ანუ interleukin 1b. აი ამის დონეა მომატებული, ნუ ეს ჰისტოლოგიურად და interleukin 8 მისი კონცენტრაცია, ანუ interleukin 8-ის კონცენტრაცია არის დაკლებული, ხო? უნდა ვიცოდეთ, რომ ამ დროს გინგივიტი უკვე ფაქტიურად გადასული არის უკვე პერიოდონტიტში, ანუ უკვე ფაქტიურად აღარც ეთქმის ამას უკვე გინგივიტი, ეს არის უკვე გარდამავალი მეოთხე სტადია გინგივიტისა პერიოდონტიტში, როცა უკვე ხდება პერიოდონტალური ქსოვილები. გინგივიტი შეიძლება იყოს ლოკალური, შესაძლებელი იყოს გენერალიზირებული, ანუ ლოკალური რაღაც ლოკალური ფაქტორებით იყოს გამოწვეული, როგორც მაგალითად კარიესი, რომელიც მაგალითად ინტერპროქსიმალურად არის კბილებს შორის და შესაბამისად ხდება იქ ნადების და საკვების დაგროვება, შეიძლება იყოს გენერალიზირებული, ანუ მთლიანად მთელ პირისყრუში ყველა კბილის მიდამოში გქონდეს ჩვენ ღრძილთან ახლოს ამ ნადების დაგროვება და შესაბამისად ღრძილების ანთება, ხო? გინგივიტი შეიძლება იყოს მხოლოდ კიდოვანი გინგივიტი, ანუ marginal gingivitis, ესე ეწოდება, ანუ ღრძილის კიდეების მიდამოში გქონდეს ჩვენ სიწითლე, შეიძლება იყოს აი კბილთა შორის პაპილების და პაპილოვანი დრვილების შეშუპება და დვილოვანი გინგივიტი შეიძლება გქონდეს, შეიძლება იყოს დიფიუზური, ხო? აქ იყოს როგორც კიდის, ასევე დრვილის და ასევე მიმაგრებული ღრძილის ჩართულობა, ხო? მიმაგრებული ღრძილის საუბრობ აქ attached gingiva, ანუ ის ღრძილის ის ნაწილი, რომელიც კვეთრად და საკმაოდ მტკიცედ არის მიმაგრებული ძვალზე და რომელიც საკმაოდ მნიშვნელოვანია, ხო? ძალიან მნიშვნელოვანია. არის ასევე ამ დროს, როდესაც ჩვენ ხდება ღრძილების ანთება, გარდა იმისა, რომ ანთებითი პროცესები არის აქ მომატებული და ყველანაირი მისი გამოვლინება ხდება, ასევე ხდება კრევიკულარული სითხის, ანუ ესე იგი ღრძილოვანი სითხის, რომელიც ამ სულკუსის, ანუ ამ ღრძილის ღარის მიდამოში არის, აი მისი რაოდენობის მომატება ხდება. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ გინგივიტის დროს ყველაზე მნიშვნელოვანი რაც ხდება, ეს არის სისხლდენა პრობინგზე. ანუ რომ ესე იგი როგორც ვიცით, გამომწვევი ფაქტორი ძალიან ბევრია, არის ლოკალური ფაქტორი, როგორც გითხარით, შეიძლება იყოს ესე იგი დაზიანება კბილის ქსოვილი, შესაძლებელია იყოს იატროგენური ფაქტორი, ეს არის თითქოს ექიმის მიერ გამოწვეული, მაგალითად რაღაც დააზიანა ექიმმა, უბრალოდ გვირგვინი მოათავსა და გვირგვინი შესაძლებელი არის რაღაცნაირად მისი კიდე, ანუ როგორ გითხრა საფეხურზე, ანუ კბილის საფეხურზე კარგად არ ჯდება, ესე იგი გვირგვინის ნაწილი. და ამიტომ აქ არის ესე იგი არასწორი პოზიცია ამ გვირგვინის და შესაბამისად გვაქვს overhang, ასე უძახიან და ან კიდე underhang პირიქით, ანუ შეწეული ნაწილი, ან გამოწეული ნაწილი ამ საფეხურის მიდამოში და ეს იწვევს საკვების აკუმულაციას და ნადების აკუმულაციას. შეიძლება ეს გახდეს მიზეზი, შეიძლება ეს იყოს ლოკალურად გამოწვეული გინგივიტის, ლოკალური გინგივიტის გამოწვევი მიზეზი.
შესაძლებელია პაციენტი იყოს პირღია, ხო, პირღიაობა ახასიათებდეს მას, ანუ non-competence leave ესე უძახიან, ანუ რაღაცნაირად ტუჩების ერთად შეერთება უჭირდეს პაციენტს ჩვეულებრივ პერიოდში, თუნდაც საუბრის დროს, ან კიდევ ჩვეულებრივ მოსვენებით მდგომარეობაში, ან კიდევ პირღიას უნდა ახასიათებდეს მას ღამის პირობებში, ეს უკვე ორთოდონტის საქმეა უფრო. ამ შემთხვევაში ვიცით, რომ გრძილების შეწითლება ანთება ხდება, მისი ფაქტურად გამოშრება ხდება და გრძილები ამ დროს არის ძალიან, ესე იგი, წითელი რაღაცა პრიალა და ანთებითი, ხო? ასევე ვიცით, რომ არსებობს მოსახსნელი ნაწილობრივი პროთეზების დროს, როდესაც ესე იგი პროთეზის რაღაცა ნაწილი შესაძლებელია გრძილის ტრავმას იწვევდეს, ან კიდევ არასწორად იყოს ის მოთავსებული კბილის მიდამოში, ვიცით, ხო? რაღაც მისი გარკვეული ნაწილი და აქაც აკუმულაცია ხდებოდეს საკვების და შესაბამისად ესეც ფაქტურად პროთეზის მიერ იყოს გამოწვეული. და ვიცით ასევე ორთომკურნალობა, ხო? ორთოდონტიული მკურნალობის დროს ეს ბრეკეტებს რო ათავსებენ, ეს ამ დროს ჰიგიენის დაცვა ძალიან ძნელი არის. განსაკუთრებით ჩვენ ვიცით, რომ ორთომკურნალობა უფრო მიმდინარეობს როგორ პაციენტებში, ხო, უფრო მოზარდებში, რომელსაც აქვს შერეული თანკვილვა, ან კიდევ ესე იგი პუბერტული პერიოდი აქვს და ამ შემთხვევაში ჰორმონალური დისბალანსიც გვაქვს ცოტა და ამ დროს მინიმალური რაოდენობის ნადებიც კი და ჩვენ ვიცით, რომ შესაძაც აქ არის ბრეკეტები, ამ დროს ჰიგიენა ძალიან ძნელი დასაცავია და ამიტომ ესე იგი გინგივიტი აფეთქდება ხოლმე, ხო? ასევე ყველაზე მნიშვნელოვანი არის ამ კლასიფიკაციის დროს წამლები, ხო? წამლები. ეხლა აქ წამლები, რომელი წამლებიც დაუშვად იწვევენ თვითონ გინგივიტს, ეს არის ძირითადად კალციუმის კანალის ბლოკერები, ანუ კალციუმის კანალის ჩამკეტები, ეს არის ნიფედიპინი და დილტიაზემი, ასევე ჩვენ გვაქვს იმუნოსუპრესანტები, როგორიცაა მაგალითად ციკლოსპორინი, ამ დროს ხდება გრძილების ძალიან ძლიერი შეშუპება და ფიბროზული ხდება გრძილები და გრძილები ხანდახან მთლიანად კბილებიც კი შეიძლება დაფაროს და ამ დროს ექიმთან ვიზიტი არის აუცილებელი პაციენტმა მოახდინოს, იმიტომ რომ ამ მკურნალობაზე ცოტა მოგვიანებით გავამახვილებ ყურადღებას როგორ ხდება და ასევე ვიცით, რომ არის პაციენტები, ესე იგი პაციენტები, რომელსაც ახასიათებს კრუნჩხვეთი მოვლენები და ისინი ღებულობენ ანტიკონვულსანტებს, ხო? აი მაგალითად როგორიცაა ფენიტიონისთვის ერთ-ერთი დამახასიათებელი ის არის, რომ გრძილების შეშუპება ხდება, ხო? ეს მედიკამენტები ძალიან მნიშვნელოვანია სტომატოლოგმა იცოდეს, იმიტომ რომ როდესაც მე სამედიცინო ისტორია ჩვენ ვავსებთ, ეს მედიკამენტები, როდესაც ისტორიაში წერია და მითითებულია და ჩვენ აქ გრძილების პრობლემას ვხედავთ, უნდა ვიცოდეთ, რომ აქ ესე იგი მინიმალური ნადებიც კი საკმარისია ხოლმე ხშირ შემთხვევაში, რომ ამ მედიკამენტებთან თანაარსებობის შემთხვევაში გამოიწვიოს ძალიან ძლიერი შეშუპებითი, ანუ როგორ ვითხრა, ფიბროზული გინგივის, ანუ გრძილის ფიბროზული გრძილის წარმოქმნა და ხანდახან ნადების სულაც არ არის ხოლმე საჭირო, ეს რო წარმოიქმნას, ხო? ეხლა უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს სისტემური მდგომარეობები, ხო? მაგალითად, ისეთი სისტემური მდგომარეობა, რომლის დროსაც ჩვენ გვაქვს ვიტამინ C-ს დეფიციტი, ხო? ასევე გვაქვს თრომბოციტოპენია, ასევე გვაქვს ვიტამინ K-ს დეფიციტი, ასევე გვაქვს ჰემოფილია, ასევე გვაქვს ლეიკემია, სტრესი, დეპრესია. სისტემური მდგომარეობა, როგორიცაა მაგალითად ფეხმძიმობა. ეს ყველაფერი იწვევს, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ზეგავლენას ახდენს გრძილებზე, ხო? და ამ დროს ჩვენ ხდება, ესე იგი, გარკვეული გამოვლინებები გრძილებიდან. ამბობენ, რომ გრძილების რეცესია ესე იგი ძირითადი მიზეზი ამის ვიცით რომ არის აბრაზია, ხო? ანუ განსაკუთრებით პაციენტებში ხვდებით ამას, რომელზეც ესე ძალიან მონდომებულები არიან, რომ კბილები გაიხეხონ ძალიან კარგად და ისინი, აი თუ მაგალითად მემარჯვენე პაციენტებში უფრო ხედავთ ხოლმე, რომ მარცხენა მხარეს უფრო მეტი რეცესია და ასევე მემარცხენე პაციენტებში მარჯვენა მხარეს უფრო მეტ რეცესიას ხედავთ ხოლმე, იმიტომ რომ ისინი განსაკუთრებით დიდი რაოდენობით, ესე იგი აბრაზიას დიდი ხანგრძლივობით და დიდი ზეწოლით ახდენენ აბრაზიას გრძილებისას. ასევე ასეთი რეცესია, ანუ გრძილების ეს აწევა ზემოთ ხშირ შემთხვევაში ჩვენ ხვდება ხოლმე, როცა კბილების მალპოზიციასთან გვაქვს ადგილი, ანუ კბილებს უკავიათ არასათანადო მდებარეობა ყბის ძვალში, ხო, ზოგიერთი მათგანი შეიძლება ერთეული კბილი იყოს გამოწეული შედარებით უფრო რკალიდან და ამიტომ მან გამოიწვიოს ის, რომ ამ დროს მოხდეს გრძილის რეცესია. ასევე ხვდება ხოლმე გრძილის რეცესია, როცა ფრენუმი გვაქვს, ანუ ლაგამი გვაქვს, ხო, არასწორად მიმაგრებული, ანუ
ზოგ შემთხვევაში მაღალი მიმაგრება არის და ხანდახან ხდება ხოლმე ლაგმისმიერი დაქაჩვა ამ იმის, რა ქვია, ღრძილის და ამიტომ წარმოიქმნება ხოლმე რეცესია. უნდა თქვენი ყურადღება მინდა გავამახვილო ერთ-ერთ დაავადებაზე, როგორც მაგალითად ვაგნერის გრანულომატოზი, ხო? ეს ვაგნერის გრანულომატოზი ეს არის დაავადება, რომელიც ფაქტიურად პირველად გამოხატულებას პოულობს, იშვიათი დაავადება, მაგრამ მინდა რომ ყველა სტომატოლოგმა იცოდეს ეს პირის ღრუში, ხო? ეს არის ესე იგი წყულის სახით არის, ან ღრძილების ანთების სახით არის, ან კიდევ კბილების მორყევის სახით არის გამოვლენილი და თუ კი კარგი სტომატოლოგმა რაღაცნაირად ეჭვები არ გაუჩნდა, მაშინ შეიძლება ვერც კი გავიდნენ ძალიან დააგვიანდეს ამ ვაგნერის გრანულომატოზზე გასვლა ექიმს და ფაქტობრივად ეს დაავადებამ შეიძლება შეიწიროს კიდევაც პაციენტი ძალიან სწრაფად. ესაა ძირითადად ნეკროზული დაზიანება რესპირატორული ტრაქტის, ხო? ამ დროს ხდება თირკმელების დაზიანებაც და ამ დროს ხდება ასევე ნეკროზული ძირითადად აქ ხდება ჩვენ ნეკროზულ ვასკულით, ანუ აქ ხდება სისხლოვანი პრობლემები, სერიოზული პრობლემები და ეს ძალიან ხილული, ესე იგი გამოვლენა მის პირის ღრუში. ეხლა რა მინდოდა თქვენთვის მეთქვა ამ ხო ეხლა მინდა თქვენი ყურადღება გამომახვილო ნუგზე. ეს რა არის? ეს არის სიტუაცია როდესაც ჩვენ გვხვდება ნეკროტული წყლოვანი გინგივიტი, ხო? და ამ დროს პირის ღრუში რა არის ესე იგი შესამჩნევი რომ ეს ამ კონდიციის წარმოქმნა უეცრად ხდება, ანუ sudden onset, ესე უძახიან უეცარი წარმოქმნა ხდება. ამ დროს პაციენტს შეიძლება ჰქონდეს მალნუტრიცია, ანუ ესე იგი კვებითი ნაკლებობა, ასევე შეიძლება ჰქონდეს სტრესი, ძლიერი სტრესის გამო დაემართოს ეს კონდიცია და ცხოვრების სტილის შეცვლამაც შეიძლება გამოიწვიოს. ამ დროს გრძილი არის ესე იგი ამოკვეჩილ მდგომარეობაში. თითქოს ისინი punched out, ანუ რაღაცნაირად ეს განსაკუთრებით კბილთა შორის სივრცეებში ეს დრილი არის თითქოს ეს წაკვეთილივით და ამ შემთხვევაში შეიძლება შეგვხვდეს, როდესაც ეს წყლოვანი გინგივიტი გვაქვს კრატერის მსგავსი ჩაღრმავებული ადგილები ამ ღრძილოვან დრილებზე კბილთა შორის მიდამოებში. აქ არის ასევე ესე იგი ფსევდომემბრანა წარმოქმნილი, რომელიც სრულ მემბრანა არის და რომელიც ესე იგი slowing, ანუ მისი ჩამოშლა ხდება, ანუ მისი აშრევება შეიძლება მოხდეს რაღაც გარკვეულ ნაწილებში და ზოგჯერ ესე იგი ღრძილის კიდეებზე ესე იგი ხაზოვანი ერითემის სახით არის წარმოქმნილი ეს დაავადება, ხო, ეს დაზიანება. პაციენტს აქვს რაღაცა თქვა და ესეთი ძალიან ცუდი არასასიამოვნო ესე იგი გემო და ესე იგი სუნი ამოსდის პირიდან და ამ დროს მომატებული არის ასევე ესე იგი სალიბა, ანუ ნერწყვის რაოდენობა პირის ღრუში. ძალიან ცუდი მდგომარეობა ერთ სიტყვით შესაძლებელია პაციენტს სისტემური სიტუაციებით, სისტემური ანთებითი მდგომარეობა ქონდეს ჩართული, როგორიცაა მაგალითად ტემპერატურა იყოს მომატებული და ლოკალურად ლიმფადენოპათი ქონდეს განვითარებული. ზოგიერთ პაციენტს მაღალი ესე იგი პულსიც კი აქვს, ანუ pulse rate, ანუ გულისცემის სიხშირეც კი მომატებული შეიძლება ქონდეს. ასევე ლეიკოციტების რაოდენობა არის მომატებული და დააღნიშნოს, რომ პაციენტი არის ძალიან ესე იგი მძიმე მდგომარეობაში, ხო, აპეტიტით შეიძლება დაქვეითებული იყოს, მას აქ წვის და ტკივილი შეგრძნება. ამ ნუგს ტკივილი ახასიათებს, ამიტომ ეს ცოტა ესეთი მდგომარეობა, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ როდესაც გინგივიტის ფორმა გვაქვს წყლოვანი ნეკროტული, ხო, ამ შემთხვევაში ძვალი რა თქმა უნდა შენარჩუნებულია და ძვლის პრობლემა არ აქვს, მაგრამ თუ ნუბში გადავიდან განსაკუთრებით იმუნოდეპრესიულ პაციენტებში, როგორიცაა მაგალითად HIV პაციენტებში, ამ შემთხვევაში ძალიან სწრაფი ძვლის დესტრუქცია ხდება, ხო? და ამას ჩვენ მოგვიანებით შემდგომ ლექციაზე ვილაპარაკებთ. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთ ადამიანში, როდესაც ეს ნუგი წარმოიქმნება, შესაძლებელია თავისთავად ალაგდეს კიდევაც ეს პროცესი და გადავიდეს ნორმალურ მდგომარეობაში, მაგრამ ზოგჯერ არის ხოლმე გამწვავებული პერიოდების წარმოქმნა და მონაცვლეობა ამ გამწვავებული და რემისიული პერიოდებისა, ხო? კიდე რა არის აქ მნიშვნელოვანი, რომ შემაერთებელი ქსოვილი აქ შეიძლება შეშუპებული იყოს, ჰიპერემიული იყოს, ესე იგი კაპილარებში სისხლი არის შეგუბებითი და ასევე ძალიან ძლიერი ინფილტრაცია ხდება PMN უჯრედების, ანუ პოლიმორფული ნუკლეარ ნეიტროფილების, ხო?
ესე იგი ეს არის ძალიან მძიმე ფორმა და უნდა აღინიშნოს რომ აქ სპიროქეტები და ფუზობაქტერიები ძალიან დომინანტურ როლს ასრულებენ ამ დაავადების წარმოქმნაში, ხო? ესე იგი, აი რო გავაკეთოთ ახლა ციტოლოგიური სმიერი ამ დაავადების, აქ აუცილებლად ჩვენ შევხვდებით, რომ დომინანტები არიან ეს სპიროქეტები და ფუზობაქტერიები. დიაგნოზი ძირითადად კლინიკურად ხდება, ხო? პაციენტის მონაცემებიდან გამომდინარე ის, რასაც ხედავთ ჩვენ პირის ღრუში და უშუალოდ მისი ინსპექციის დროს, ანუ დათვალიერების შემთხვევაში და ასევე აღმოვაჩენთ ხოლმე, როცა ნუგი გვაქვს ჩვენ ძვარი არის ჩვეულებრივ მდგომარეობაში, ხო? აქ ღრძილის ანთება, ანუ ჩვენ ახლა პერიოდონტალური ჯიბეები კიდევაც ნუგი რო გადავიდეს ნუბში, ჩვენ აქ პერიოდონტალურ ჯიბეებს, ძვლოვან ჯიბეებს ხანდახან ვერ ვხედავთ, იმიტომ რომ როგორც კი ღრძილი მიყვება ფაქტიურად ძვალს, ხო? ანუ როგორც კი ძვლის დესტრუქცია მოხდება, ღრძილის დესტრუქციაც ხდება, ანუ ფაქტიურად ისე ხდება, რომ როგორც თუ კი მაგალითად აგრესიული პერიოდონტიტების დროს, ну ამას ჩვენ მე მომავალში განვიხილავთ, ჩვენ ხვდებით აქ პათოლოგიურ ჯიბეებს, აქ ჯიბეები შედარებით უფრო ნაკლებად არის, ხო? ახლა აქ რა არის ნუგში ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი, რომ მისი მკურნალობის მეთოდი ცოტა განსხვავდება ჩვეულებრივი გინგივიტისგან, თუ კი გინგივიტის დროს ჩვენ ვახდენთ კიურეტაჟ და ესე იგი პროფესიულად ხდება წმენდითი ესე იგი манипуляციების ჩატარება, ესე იგი ღრმა კიურეტაჟი ხდება და უშუალოდ root planning-ს უწახიან, ანუ ფესვების ცემენტებისგან და ანუ ფესვების ესე იგი გაწმენდა ხდება მიკრობული ნაწილებისგან, ქვებისგან, დადებისგან და ასე შემდგომ. ამ ნუგის შემთხვევაში ანალოგიურად რა თქმა უნდა ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ, მაგრამ ამ დროს ნუგის დროს აუცილებელია ანტიბიოტიკური თერაპია დაინიშნოს და ეს პირველი რაც შეიძლება აქ დავნიშნოთ და ესე იგი მიჩნეულია first line, ანუ პირველ ხაზად და აუცილებელია რომ დაინიშნოთ ამოქსაცილინის კომბინაცია მეტრონიდაზოლთან, ხო? მეტრონიდაზოლი აქ ნუგის დროს და ნუფის დროს არის წამყვანი და ასე ვიცით რომ პერიოდონტიტებში როდესაც გადავალთ არა მარტო ესე იგი ნეკროზულ წყლოვანი პერიოდონტიტის დროს, ასევე აგრესიული პერიოდონტიტის დროს ხდება კიდე ჩვენ, რომ იქ აუცილებლად გვჭირდება ანტიბიოტიკური თერაპია კერძოდ. უკლე მიმოხილვა, მე პათოლოგიაში, როდესაც გადავალთ ჩვენ და პათოლოგიაზე ლექციები გვექნება თითოეულ ამ დაავადებაზე, როგორც ლუპუსზე, ასევე ლიქენზე, პემფიგუსზე, პემფიგოიდზე და ერითემა, ანუ მრავალფორმიან ერითემაზე, ამას ცალკეულად განვიხილავთ, მათ მკურნალობის მეთოდებსაც განვიხილავთ, მაგრამ აქ ერთ-ერთი რაც მნიშვნელოვანი, აქ იმუნური სისტემა არის ჩარეული ამ საქმეში და ამიტომაც აქ ჩვენ ახლა ანტიბიოტიკი არ გვჭირდება და ჰიგიენა გვჭირდება, რა თქმა უნდა, მაგრამ ჰიგიენასთან ერთად გვჭირდება რაღაც სტეროიდის ჩართულობაც, ხო? სულ ეს იყო, ამით გემშვიდობებით, ნახვამდის და შემდგომი ლექცია ჩვენ გვექნება პერიოდონტიტებზე და მათ კლასიფიკაციაზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და უნდა ვიცოდეთ აუცილებლად, რომ თითოეულ პერიოდონტიტს აქვს თავისი წარმოშობის მიზეზი და მკურნალობის განსაკუთრებული მეთოდები და ეს ძალიან საინტერესო იქნება, იმიტომ რომ მათი მკურნალობა ძირითადად ორი ტიპით ხდება. ერთი არის როგორც ჰიგიენა, არაქირურგიული, მეორე არის როცა უნდა ვიცოდეთ, როდის უნდა ჩავატაროთ ჩვენ პერიოდონტიტების დროს ქირურგია და როგორი ტიპის ქირურგიები გვაქვს აქ ჩასატარებელი და ასე შემდგომ. და ამ პერიოდონტიტებთან ერთად განვიხილავ მე ღრძილის რეცესიებთან, ხო, რეცესიებსაც ასევე და რეცესიების მკურნალობას ამ ქირურგიული მეთოდებით, ხო? აი ამ ლექციაში, დღევანდელ ლექციაში არ ვთვლი საჭიროდ რომ ეს უნდა გამეკეთებია, მე ვთვლი რომ ამ ქირურგებზე როდესაც გადავალ, მე აღვნიშნავთ აბსოლუტურად რა სახით ხდება ამ პერიოდონტალური დაავადებების და ასევე ღრძილების რეცესიების ქირურგიული გზით, ანუ პერიოდონტალური ქირურგიის გზით აღდგენა. კარგად, მზადდებოდეთ, დიდი მადლობა ყურადღებისათვის.